სალამი, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე? თემურა ხაზზე და დავდივარ ჩემი უბნის ორღობებში, ასე ვთქვათ და ვეძებ პატარა ნაკადულს, რომელსაც ქვია ჰოვინბეკენ. გუშინ ვიყავი იმ დიდი კალმახი რო დავიჭირე, იქის ბიჭი მეუნეოდა, პატარა ბავშვი რო დამყოფოდა, მეუნეოდა რომ ჰოვინბეკენზე ძალიან ბევრი პატარა კალმახი არისო. ხო და ეხლა მინდა მაგ კალმახის პოვნა 1-2-იც რო ვიპოვო. თქვენ ვიდეოში ნანახი გექნებათ ტბა, სადაც კალმახზე ვთევზაობ. ერთი ვიდეო მიდის, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით კალმახის ტბის და აი ეგ ტბა არის ამ პატარა ნაკადულის საწყისი, ასე ვთქვათ. და მე ჩამოდის უბან სახლებს შორის დაბლა იქეთური, აქეთური და მანდ მინდა უბრალოდ პატარა ესეთი კალმახები ნახოთ რა გამომივა. ესეთი პატარა წყარო ჩამოდის აქ. საინტერესო. აქ უნდა ვითევზაო, ანუ აქაურობაზე მითხრეს რომ მანდ ბევრი პატარა კალმახი არისო, მაგრამ what? თან არ მინდა რომ ძალიან ახლოსაც მივიდე. აი, საინტერესო ადგილი, იქიდან შეიძლება მოხვეულში იყოს, აქეთ რა ხდება? აქაც საინტერესო პატარა ადგილია. რაღაცას ხედავ წყლის ზედაპირზე აქტიურობას. მაიცა იქიდან მივუდგეთ. ამის დაბლაც ვიყავი, გავუყევი იმენა დაბლა და ორღობე არის უბრალოდ და ეს ყველაფერი გადის სახლებს შორის და ანუ დაფარული პრივატი ადგილი არის, სადაც უბრალოდ ფიზიკურად ვერ მივა. და როგორც ჩანს მარტო ეს ადგილი მაქვს ატესტოდ და თუ აქ არაფერი არ გამომივიდა, მე მომიწევს ესე ზევით ასვლა, სადაც მდებარეობს ტბა. სადაც ვიცით რომ არის კალმახი. მოდი ახლა აქ შევძვრეთ ჩვენ. თორმე არ ეტყუებოდნენ ყოფილა კაც. კაც პატარა თევზუკა ყოფილა. სხვათა შორის იმაზე დიდი ვიდრე წარმოვიდგენდი ამ პატარა წყალში. ისეთი პატარა. ეს ჩამოდის იმ ტბიდან. ჩვენ ამყოფი ვართ მაგ ტბაზე. ხა მას გავუშვებ რაღაც თქვენ აქ. ესე. მიმალა. პირველივე შეგდება. просто დავინახე მეთქი პატარა რაღაც აქტიურობა არის მეთქი და ჰოპ, პატარა კალმახუკა. შეიძლება ავიდეთ იმ ზედა ტბაზეც და გაჩვენებთ საიდან ჩამოდის. ნანახი გაქვთ თქვენ ეგ ვიდეო, სადაც ვთევზაობ პატარა ტბა რო არის და კალმახებს რო ვიჭერ. ესეც მეორე. ძალიან პატარა. так. ახლა დავალოდებ რა. პატარა. კალმახების ლიფსიტოლოგი გავიჩიტე ჩემი. ხო არ გადაო. ესეთი პეტელა, ეთი მოჩუჩუნული. მეორე მოჩუჩუნული დავიჭირეთ. მიბძანდით. აბა, ამას მეთქე. ეს. ვაჭა, ხა გაგიშა. პატარა. ლოლ. ეს თავღადაო ბიჭო იმაზე რომ სად რანაირად აქაც თუ დავიჭირე და საღოლმე გატარებაა თითქმის შეუძლებელი. არა ვერ შევაგდებ. ახლა ტენკარა რომ მქონდეს კიდე შევაგდებდი, ბაზარი არა, მაგრამ ნოპ აქ არ გამოვა. გავიჩხილები უაზროდ და არ მინდა დიდად ამ სატყუარის დაკარგვა. კაი, წავედით ტბაზე და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ყოველ შემთხვევაში გავტესტე სკილები. კარგი არის რომ 1-2 პატარას მაინც წამოვარტყით კაუჭი. Let's go. მოვედით ჩვენს ტბაზე. აქაურობა ძალიან შეცვლილი არის. სულ ხავსები და რაღაცეებია და იმედია ძალიან სერიოზული გამოდებები და რამე არ გვექნება. გავერთოთ ცოტა ხანი, ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ნახოთ. დასაწყისი კი იყო საინტერესო ამ ვიდეოს. ეხლა გაგრძელება როგორი იქნება, ნახოთ. შეიძლება მე გადავიდე ცოტა დიდ სატყუარებზე და შეიძლება რომ ზედაპირულიც ვცადო. ოპა, იქ დავინახე აქტიურობა. просто
სატყუარა კი ძალიან მაგარი გვიყენია, მაგრამ შორს გასვლაა პრობლემა. ოპა. ოპა. აჰა. დავსვით. თან სხვათა შორის ძალიან კაი ზომის. აი და გაიძრო. ახ, ცუდია. გაიძრო სამწუხაროდ. 1-2 გადაგდებაც და გადავალ ცოტა შორი მანძილის სატყუარაზე. 1-2 დავინახე, რომ პროსტა შეხედა სატყუარას, მაგრამ არ გამოეკიდა. არ დაარტყა და იქ ხედავთ ალბათ წინ როგორ ხტუნაობენ. იქ მინდა რომ მივწვდე რამენაერად. მაქვს ზედაპირული, არ მგონია ზედაპირულს გამოყვეს რატომღაც. შეიძლება კი გამოყვეს ნახოთ. არა ზედაპირულით რო დავიწყო ახლა მე ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ ზედაპირზე ძალიან ბევრი წყალმცენარესავით რაღაცა არის, ხავსი თუ რაღაცა უბედურება. და ეგ არ მაწყობს კაი, გადავიცვლი, გადავებმები და გავაგრძელებ. დავსვი ეგრე. კაი ზომა. კაი ზომა. და. ახლა გავუშვით. Good. მაგარი ასწავს. აგლე როგორი პერიოდია იცი, ან აი გაზაფხული და ადრეული ზაფხული არის როგორც ჩანს რა ვიცი აი ძალიან აქტიური პერიოდი რომ ზედაპირზე რო ატარებ იმენა მოყვება მაგრამ შემოდგომაზე ხო ყოფილი ვარ აქა და ძირითადად უნდა 1 გრამი და დაბლაბსკერული პატარა წამოხტომები ჭიის ფორმა ამ შემთხვევაში ეს რკინის თემაც ყოფნის და ახლოში დავსვი სხვათა შორის Уф. გამიწყვიტა, бля. აუ, რაგატე ხა. არა და არ მქონდა გადაჭიმული, бля. ეხა ოქროსფერი წაიღოთ ევზმა. დავსვით ერთი კიდე. დავშვით. დიდად არ აქტიურობს ამ ფერზე, მაგრამ მაინც სულ არაფერს ჯობია რა ყოველ შემთხვევაში. აგლეთ ესეთი ტრიალა მაქვს ახალი და მინდა რომ მოვნათლო სულ 2 ცალი ვიყიდე AliExpress-იდან. და რადგან წეღან ჩავწყვიტე ოქროსფერი, ასე ვთქვათ. და რაღაცა შეიძლება ახლა ეს მოეწონოს. და ვნახოთ, კაი ანიმაცია აქვს, 1-2 დარტყმა უკვე იყო, სიმძიმეც კარგია, შორსაც გავდივარ. აბა. ზომაც გაიზარდა, ასე ვთქვათ და ვნახოთ აბა. ხელში იგრძნობა როგორ მოდის და ტრიალებს, თავარია რამეს არ გამოვედოთ. ეგ არ მინდა ყველას ძალიან. აი, ყوار მებრძოლებო. აუ, წამოიღო ყველაფერით. და გაიძრე. ვერ გამოვიყვანე. დახავს. ნუ ენონემს კავია, მაგრამ რას ვიზოთ? ანუ თევზი არ ზიანდება სამაგიერთ. თვითონ ტრიალაზე იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის თანაბარი ანიმაცია სამწუხაროდ არ აქვს. ანუ არ ტრიალებს.
შეიძლება უფრო სტრიმის ტრიალაც კი იყოს. ამ ყოველთვის იმენა არ ტრიალებს რა. აი ხედავ როცა ტრიალებს, როცა არ ტრიალებს. რაღაც მომენტებში ყანყალს იწყებს ჩვეულებრივი ვობლერივით. Ruka. და ანუ ზომას მაინც მეთქი ცოტა ის დავიჭერ მეთქი გამითინა ეს იგივე ზომა ასე თუ ის აქტიურობა შენელდა შეწყდა რა ვიცი ეხა უბრალოდ ვცდი ზედაპირულს მაინც სანამ წავალ რამოდენიმე შეგდებას ისეთი ნაკლებად სარისკოს ასე ვთქვათ არ მინდა ესეც რომ დავკარგო ძალიან კარგი ვობლერია ავეცდები რომ რაიმე გამოვიყვანო თუ რაიმე დავსვით ხო კარგი მაგრამ მოვიარე ერთი იქ ჩავწყვიტე სპინერი მე აქეთკენ გადმოვედი ესეთი ყანყალათი პატარათი რომელმაც რა ვიცი ორი მქონდა რა ვერცხლისფერი და ერთადან მქონდა ვერცხლისფერი ოქროსფერი და ფერადი ფერაც სამწუხაროდ არ აქვს ფერაც არ აქვს სამწუხაროდ ის რა ქვია ერთ-ერთი ბურთი რა ზედა ნაპირში და ანუ საწყისში ასე ვთქვათ და შესაბამისად მაგის გამო სწორ ანიმაციას წყალში არ იძლევა. მეგონა რომ ეს ვობლერი ვერ გამოივლიდა ამ წყალში, მაგრამ მაინც შეძლო. თლად ზედაპირზე არ არის ერთი 2 სანტიმეტრით არის წყლის ქვეშ და ეგ ძალიან ეხმარება იცილებს ასე ვთქვათ ამ სცენარეულობას. ძალიან კაია. Oh. Dalsit. Asta şöyle istesin. Oh. ნახელა კიმო. ძიმეთ მომყვება რაღაცნაირად. დიდი. ო, კაი ზომა. მეგონა დღეს ვერ დავიჭერი წეღა. What? Oh. Eta. დამინახა და გადაირია. Hi, good dog. Endeli litstore. Oi, den var fin også. Ostur. შენ გუშინ წავიღეთ თევზი და დღეს აღარ გვინდა. მოდი დღეს გავუშვათ. ამდენი კაი თევზის ჭამაც არ შეიძლება. და დღეს დავამთავრებ ამ უზარმაზარი ლამაზი ვაშკაცით. აბა დავა. როცა მზად იქნები. მიდი. Opa. Yes. Ha. Ora кайхо. Bicho. Авара რა ძმაო რა. ყოვლის შემძლეა ეს ვობლე. ყოვლის შემძლე. აი ძმაო. ეს ვობლერი არის იმენა მეფე. აი რამდენი ხანია დღეს მოსული ვარ და რეებს ვიჭერდი და ბოლოს ამან იმენა დასვა კი არა, რავი, დაამონტაჟა თევზი ბოზიში. აუ ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან მაგარი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ მე რო გუშინ მქონდა კალმახთან ბრძოლა, ისეთი ამას არ გამოუვიდა. დინარის კალმახი მაინც სხვა იყო. კაი, მოკლედ, მე დღეს ამ ბონუსით დავამთავრებ დღევანდელ ვიდეოს. იმედი მაქვს რომ ისე ამოვნეთ და რა ვიცი.
როგორც მე მქონდა ბოლო ეს 2 დღე თევზაობა, ისეთ თევზაობას გისურვებთ. სასწაული იყო. გუშინ კაი ერთი 350 გრამიანი კალმახი დავიჭირეთ მდინარის. დღეს მოვდივართ აქ, პატარა ექსპერიმენტებით დავიწყეთ, პატარა ნაკადულის რაღაცა პატარა ლიფსიტები დავიჭირეთ, ვეცადეთ რაღაცებს, მე გადმოვედით და ბოლოს აი ეს დავსვით იმით. ვარ გადავ. ასე რომ იმედი მაქვს რომ ისიამოვნებთ ვიდეოთი. თევზი გაუშვით რა თქმა უნდა, არ მინდა ახლა ამდენი ყოველდღე ესეთი თევზების წაყვანა, იყოლენ, იცოცხლონ. დიდად არ დაზიან და უბრალოდ კარგად ქონა ძალიან გამოდებულ სადაც კბილთან და ესე ამოუღესა кайფოთ და ну ცოტა მოითქვა სული და წავიდა. მოკლედ მაგარი არის. ვცდილობ რომ მრავალფეროვანი კონტენტი შემოგთავაზოთ, ერთი და იგივე ადგილები არ იყოს. მაგრამ ну რაც გამოდის რა. ამ აქტიურად დავდივარ ხოლმე, მამ ყოველთვის ესე აქტიურად ვერ ვიჭერ. ეს 2 დღე პროგრამაშიც ანუ აპლიკაცია მაქვს და იქაც ეწერა მაგარი აქტიურობა იქნებაო და სასწაულია სულ ამ სიტყვის დამუშავებით. კაი, თქვენთან იყო თემურ გვარაძე და მომავალ ჩართვამდე. კარგად.